Wow, რა ხდება, აბა? მე არ ვიცი, ჩვენი ხდება, როგორ ასწავლეთ ჩვეულებრივ ბოტანიკურ ბაღს აღასრულეთ, შეგვიძლია წავიდეთ. სალმა წავიდეთ, აი ამ წერილზე გვითხარი და სხვა. წასვლეთ და ფესტივალზე დავათვალიერეთ. გამარჯობა. ხო? მე მინდა რომ საზოგადოებას მოქალაქეებს უმისდეს აი ამ აჟიოტაჟის ბუნებრივია შეცდომა ამ აჟიოტაჟის გამო ვაჩვენო ის ტერიტორიები, რაზეც არის საუბარი რეალურად. რამდენად არის ამ აჟიოტაჟის საფუძველი ეს ყველაფერი თქვენ ბოტანიკური ჩვენ 4 ჰექტარი, აი 4 ჰექტარი რატო ჩამოშორეთ? ჩვენ გვინდა არაფერი ჩამოშორეთ. 4 ჰექტარის ტერიტორია ბოტანიკური ბაღის ბალანსი არის ყველა დოკუმენტი ხელმოთ. ეხლა თუ გაიცემით ამით რამეს წავედით, კი ბატონო, წავედით. ამბიდივართ, მაგრამ რატო ბაღისთვის რა არის მნიშვნელოვანი ბაღის განვითარებისათვის? იმისთვის რომ ბაღს კონდეს კოლექციის განვითარებისათვის მექანიზმები, ბაღი იყოს ტურისტული იმისთვის არის იმისთვის არის საჭირო ბიძინა ივანიშვილის კომპანიას გადასცა 4 ჰექტარი ბოტანიკური ბაღის ბალანსი არსებული. არანაირი გადაცემა არ მოხდა. არა, ერთი წუთი მომისმინე. ახალგაზრდა. შეიხარ ეხა პირდაპირ გეტყვი რა. ძალიან დიდ შარში მომისმინე რა. ძალიან დიდ შარში ხარ მე. შენ ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა? შენი თაფლი. რა წერია ამ წერილში? რა წერია მე? რა წერია ამ წერილში? 4 ჰექტარი რატომ მოუნაცვლე მე? რა წერია ამ წერილში? მე ვიცი რა წერია და საზოგადოებაზე გავაცანე. აი მომაწყობი და გავაცანე. ამ წერილში წერია რომ ბოტანიკური ბაღი თანახმა საზღვრის კორექტირებაზე ფარგლის უცვლელად, რათა ბაღს მიეცეს მისი კოლექციის განვითარების შესაძლებლობა. ქვაღორღიან აუთვისებელ 100 წელია რო კაცფეხი არ დაუდგმია იმ ტერიტორიაში, ჩვენ გავცვალეთ ხეხილის მცენარეთა კოლექცია, პერსპექტიული კოლექცია. რუგაზე დახედე. რა სიძახი? ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი მადლობა უნდა გადაუხადო. თუმე ქვაღორღლიანი მიწა წაიღო და შენარეებით გამდიდრებული ტერიტორია დაგიბრუნო რა. 4 ჰექტარს ვერ გვანახებ. 4 ჰექტარს ვეხით ვერ მოვიდა არნერი აზრი არა. იქიდან მოვდივარ შეშემოდი. გუშინ არ ვიყავი. იქიდან მოვდივარ. საზოგადოება უნდა იცოდეს რა შემოუვიდა. რამეშო ბარცი კითხვაზე გაგვეცე მასუქი. ერთი წუთი 4 ჰექტარი რაც იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსი. ერთი წამით რა კითხვა ჩამოვაყალიბე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 4 ჰექტარი არ გადაეცი. ტერიტორია საზღვრები შეიცვალა. რა შეიცვალა? ვაგონია. ციდან ჩამოფრენილები ვარ. დოკუმენტების კითხვა არ ვიცი. ტერიტორია რომელიც შემოგვიყვება იქ შენთვის სასტუმრო შენებლობა მისაღებია. იქ სასტუმრო შეება მისაღებია. ბოტანიკური ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ვეღარ აშენდება, იმიტომ რომ ეს ბოტანიკური ბაღი არ არის. ერთი წუთი ჩვენ გვიპასუხეთ რა, თუ შეიძლება. მე მინდა ტერიტორიაზე ავიდე და გაჩვენოთ რა არის სხვა რაღაცას გეკითხები რა. ერთი წუთი სხვა რაღაცას გეკითხები რა. შენ ახალგაზრდა. მომისმინე ერთი რაღაც უნდა გითხრათ რა. ერთი სამი. ახალგაზრდა კაცია და ახალგაზრდას მიმართავ. შენ უნდა იცოდე ერთი რაღაცა შემოკარგო. მე ძალიან კარგად ვიცი რასაც. შენ აგებ ამაზე პასუხს. ვერ გადაგარჩეს ბიძინა ივანიშვილი გამორისულია გადაგაცემია სანამ აჭარიდე გამოგიყვანდა ბოტანიკური ბაღის დირექტორად გადაგაცემია ის ჩაგისო ჯიბეში რომ ხელის ბიჭი ხარ არ არსებობს ჩემო მეგობარო გამორიცხულია 4 ჰექტარი 4 არა გაბატონო თქვენ ეხლა კორპორატიული ასე თქვა თანაგზნობა გამოდამბიანის მიმართ გასაგებია მაგრამ თქვენ ჩემო საყვარელო გაბატონო დაწუნებული ვარ არა დაწუნებული ვარ გესმით თუ რა ჩაიდინა ამ ახალგაზრდას ხელით ნარმანიას ხელით ივანიშვილმა ეს ერთ-ერთი კომპონენტია ქალბატონო იმაზე რაზეც ჩვენ ხა ბრაზოთ წყალებში რომ შეგიძლიათ მომისმინოთ რეალურად 29 ჰექტარი აუქციონზეა გადაწყდა რა თქმა უნდა ამისთვის მოსულებ ჩვენ მოგისმინოთ და პასუხი გაგვცეთ არა თბილისის ბოტანიკური ბაღის იდეა ხა რაც ხდება არის ისეთივე ტყუილი რაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის თემა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ბათუმის რაც უფრო ბაღის ტერიტორია ახალ რეგისტრში და სტრაფ ტემპში ისაუბრებ დამაჯერებლობას ამით ვერ შეიძლება დამეჯერეთ მე ჩემი დამაჯერებლობა არის დაფუძნებული ჩემო კარგო საბუთებზე და დოკუმენტებზე გესმით სხვაობა სხვაობა ხო გესმით დავაბრუნეთ და ანუ მადლობა გვაქვს საქმეში თქვენზე ივანიშვილი არ გაყიდულა ბათუმის ბოტანიკას იგივე ბოტანიკურის ყოფილი რატო გარდახვედი გეუბნები პასუხი გაეცი შენ რატო შენ განცედა პასუხი საბუთებზე არ არის შენ ხა 4 ჰექტარს ეხა შენ საზოგადოებას ვისაც აინტერესებს რა ტერიტორია შემოუერთა ეს მესიჯი
ჯგუფში გასაგებია ვერ გაიცევი ეხა გაიცევი ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ და მაინტერესებს ის ტერიტორია გაიცევი მაგრამ ვეღარ გაიცევი ბოლომდე დამიჯერე არსად არ გავბივარ მე კიდევ ერთხელ შევხვდები გარბიხარ შემოგა საბოთალე 4 ჰექტარი გონია რომ დავათვალე იქით აი ადამიანი შენ მაგით შემოკარგო მომისმინეთ მივყვეთ ეხა ლოგიკურად არის მე ხა მაცალე ჩემი თვითმიზანი არ არის რომ ეხა ჩვენ ვიყვირო და აი ამ რეჟიმში ეხა კონკრეტულ კითხვას დაგისვა კონკრეტულ ეს არის დამიჯერეთ მინიმუმი და მაქსიმალური თავშეკავებულობის ხარჯი და კონკრეტულად დამიჯერეთ და ძალიან დიდ შარში ხარ ჩემო ტერიტორია ძალიან დიდ შარში ხარ 4 ჰექტარი ერთ კითხვაზე გამოჩი პასუხი 4 ჰექტარი რომელიც ირიცხებოდა ბოტანიკური ბაღის ბალანსზე თქვენ გადაეცით ფინსერვის თუ არა? აი კონკრეტული კითხვა კი თუ არა? არა, კონკრეტული პასუხი გამეცით. 4 ჰექტარი, რაც იყო 2 კვირის წინ ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, ეს 4 ჰექტარი, ეხა ირიცხება კვლავ ბოტანიკური ბაღის ბალანსზე? არა, ჩემო ბატონო, ამაზეა საუბარი. ჩემთან ხო იქ ხოდა მე პასუხი მომისმინე უნდა. 4 ჰექტარი ტერიტორიაზე რაც არის საუბარი, ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება. გაცვლიდა თუ არა ფარდის უცვლელად ტერიტორიას ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმსჯელეთ ზუსტად 2 თვე ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ რომ ტერიტორია რომელიც ჩვენ შესაძლოა უნდა შემოსულიყო ჩვენ შემადგენლობაში იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის ვიდრე ანუ აღიარებ ჩემო კარგო და ეს ვიდა ჩვენ გავცვალეთ მე არაფერი არა ერთი წუთი ეხა მომისმინე ეხა შენ ეხა გონია რომ ეხა შვიდად ელაპარაკები ესა ჩემო კარგო აი ბატონო ის პასუხი კითხვაზე ი ბატონო მომისმინეთ ერთი წამით აგერ ბატონი თამაზი ამბობს შემდეგ ბატონი თამაზი ჩვენ არა ერთი წამით ჩვენ ბატონო აგერ ჩვენი დირექტორი ამბობს შემდეგ კი ბატონო ჩვენ 4 ჰექტარი დაუთმეთ ბატონ ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილმა მოგცა კარგი განაშენიანებული სცენარეებით გაინტერესებთ რა ტერიტორიებში გაიწვია ბოტანიკურ ბაღს ჰქონდა ალტერნატივა მომხდარიყო მისი საზღვრების კორექტირება. უნებრივია ბოტანიკურმა ბაღმა იმსჯელა და ჩვენ იმ ხრივ ტერიტორიისანაც რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებდით მთელი მისი ფნობის განმავლობაში და არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა იქ სცენარეთა კოლექციის განვითარების თვალსაზრისით დავთანხმდით კორექტ საზღვრების კორექტირებას მოცემული შემოთავაზებით რითაც ბაღმა მიიღო ხეხილოვან სცენარეთა უნიკალური რომ რეალურად ცუდი არაფერი ამოხდა ჩვენ ცუდი მიწამივეცი და კარგი მოგვცა რეალურად აღიარებს ამაზეც ვაუბრობ ჩვენ ეს არ არის აღიარება ბატონო თუ შეიძლება ზუსტად კონტექსტში ინკონტექსტში რომელიც არის არა მომის აბა რა მომის ეს ხო არის ხა ბოტანიკური ბაღი აი ეს ხო არის ბოტანიკური ბაღი ეს არის აი ხა თქვენ მეუბნებით რომ აი დაუშვათ არის ფაღობლიანი სიტუაცია და ეს არის გამწვანებული აი ხა რომ დაუშვავე ამას ეს აღარ არის ფაღობლიანი იქაც გამწვანებაა და ყველი ჭირდება ვისეულები 29 ჰექტარს ადამიანი 29 ჰექტარს მომისმინეთ სხვაობა რაში ადამიანო ის 4 ჰექტარი ბოტანიკური ბაღის ბალანსზე რო იყო იქ არ იყო ნებართვის უფლებით ის იყო ლანდშაფტურ სარეკრეაციო სტატუსით ეხა ბიძინამ რო წაიღო ის 4 ჰექტარი ეხლა არის შეცვლილი სტატუსი და ის შეიძლება მშენებლობა და ეს ამ საზღვრის კორექტირების მიზანი ჩვენ დავინახეთ ის რომ ჩვენ ბაღს გვეძლევა და ახალი განვითარების შესაძლებლობა თუ არა ერთი წამით თუ შეიძლება ერთი წამით არა მომისმინეთ შენ არ მოგცეთ ყვილისთვის საშუალება შენ პრობლემა რა 4 ჰექტარი მოყუპე გადაეცი ბიძინა ეს არა რო გადაეცი გაუწყო ბიძინა მე 4 ჰექტარი წაიღო იქ შენებლობა არის დაშვება ინტერესებს წამოგზავნე არა რით აბატონო ესე არა რით აბატონო ესე მე კონკრეტული არა რით თქვენ კონკრეტულ პრობლემაზე
როცა შეუწყვიტეს დაფინანსება ბოტანიკურ მე რა გინდათ ეხლა მე გესაუბრებათ ქალბატონო. მიიჩნია არა პერსპექტივა. ქალბატონო, ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ პრობლემაზე. აი ამ კონკრეტულ პრობლემაზე საუბრობთ არა მარტო ჩვენ, მთელი ქვეყანა დღეს. დამიჯერე რა ქალბატონო. პრობლემა იყო ჩემთვისაც მაშინ. ეს ქალბატონო არ აძლევს თქვენ დირექტორს იმის უფლებას 4 ჰექტარი გადასცეს. ეხლა მომისმინეთ თქვენ ვეძადებით სტატუსი. ჩაგწერთ რა რომ მოგვიდეთ აქეთკენ. დირექტორის მოადგილე ავე. ბატონ მიკა. არ არის ეხლა მომისმინე, ნუ გარდიხა შემიჭირებე, მოდი აქ ჯობია ესაუბრო. დანარჩენი მომისმინე, სცენარი რას შუაშია ქალბატონო. 4 ჰექტარი ტერიტორია ხოდათ ბოტანიკურ ბაღზე გადაეცეს ბიზნესს. ბატონ მიკა რომ ვიშვათ ამ 4 ჰექტარი. მე ნუ გარდიხა ვისაც გდება მომისმინე ერთი წამით მომისმინეთ და მე ჩვენ გადავწყვიტეთ რა უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ეს გეგმა გვაქვს. თქვენ გადავწყვიტეთ თუ ჟურნალისტები გადავწყვიტეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ. მე მიმართავ ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს. მომისმინეთ ახლა თვალებში მიყურებთ თქვენ და თქვენი დირექტორიც. და რას მეუბნებით იცით? 4 ჰექტარი კი ბატონო. ბიძინამ წაიღო, ბანა ბიძინამ კარგი 4 ჰექტარი მოხდა. არ არის ესე. არ არის ესე. თუმეტეს ამ რეჟიმში. არ არის. ვისაც გნებავ ჟურნალისტებს გთხოვ ჟურნალისტებს გთხოვ წამობრძანდეთ. ბატონ ნიგას არ სურს ამ მოსვლა, ეს არის მისთვის წამგებია. გთხოვ ჟურნალისტებს წამობრძანდეთ. აი აქ ზემო ადამიანის წამგებია. აინტერესებს ჟურნალისტებს წამობრძანდეთ. უკაცრავად. შეგიძლიათ გავხსნათ ასწრებე. თქვენ ბრძანდებით. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროს. რა, იცით რა მაინტერესებს? თქვენ ბრძანდებით? ჩვენ გასამსახური ვართ. დამადასტურებელი მოწვევა. ბატონო, დამადასტურებელი რა? ჯიბეში მაქვს სამომისად ეცამი, მომისმინე. მაჩვენ. ნელია ჩაწერის და წავიდი. არ დაგაბრალეთ ფაქტია, აი აქ იგორავეთ ეხლა და ამას გადავიღებთ. აბა სად არის? ხო, მართლა. ის 4 ჰექტარი შეობატონო გუშინ რო იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე. იმ 4 ჰექტარზე შენებობა იყო დაუშვებელი. ეხლა წაიღო ის 4 ჰექტარი. სტატუსი შეუცვალა და ხვალზე რასაც უნდა იმას დააშენებია. სხვასაკითხი არ არის. ეს არის ზუსტად. არა, ეს არის ზუსტად შემოგვატანო. რომელი 4 ჰექტარი, რომელ 4 ჰექტარში? შემოგვატანო, ეს არის ზუსტად. ეს არის ზუსტად. ძალიან კარგად ის გამიშობა ეს არის ძალიან. რამდენად ბატონო, ეხლა თქვენ არ მითხრათ ისეთი რაღაცა. 10 კი ბატონო. ვიცი, მართალი ხარ, ვინ უარყოს 10 წლის და 20 წლის შევანაძეს დროს ბიზინა ივანიშვილმა ეს შენობა რა ვიცი, ჩემზე კარგად. აბა დემართვა არ ქონდა. აბსოლუტურად უნება ქონდა. ვისაც უნდა არ გინდა, არ გამიგია, იმიტომ რომ არ ხარ ბუნებრივად მართალი. არ ხარ ბუნებრივად მართალი, როცა მართალი არ ხარ. მორალური უპირატესობა დღესაც ჩვენს არ ხარ, იმიტომ არ ხარ, იმიტომ არ იცი საქმის არ მინდა ეხა შემჭირდება ეხა. მერე კითხე, ელებს ლუმიჩენ. ავხედოთ. კარგი. ქალბატონმა უნდა დამიჯნოს ხელები. მესმის თქვენი მღელვარების მესმის, მაგრამ ეს იყო გარდაუვალი. ნიკა, დირექტორისადაც რეალურად მოუჭრათ ეხა ბუნებრივი აქ რაც ხდება სამწუხაროდ აქ არის დავიწყოთ ხალხო რა ბუნებრივია
ეხლა თქვენ რომელ უფლებაზე საუბრობთ? სცენარეების განადგურებაზე საუბრობთ? ჩემო მეგობარ, რომ 30 ჰექტარი ჩაუდე ჯიბეში ბიძინა ივანიშვილს. კარგით რა ბოლო რაღაცა საუბარი ხო? აღარ გავა ეს პრილი. აღარ გავა. გინდათ რომ იყოთ აცადეთ. ჩვენ შევარ ბოტანიკურ ბაღში და ხედავთ ადამიანს ბოტანიკური ბაღის დირექტორის სახით და დავინახეთ მისი კადნიერება. შავზე ამბობს თეთრიაო. და რას ამბობს იგი? იგი ამბობს, კი ბატონო, მე 4 ჰექტარი ტერიტორია მივეცი ბიძინა ივანიშვილს, ანუ მის შეპესე ფინსერვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მომცა კარგი 4 ჰექტარი. სადაც არის რეალურად გამწვანება, სადაც არის მოშენებული ნარგავები, მაგრამ მე მივეციო ქვაღორღლი. ეს ესე რომ ციყო ჯერ ესე არ არის. ესე რომ ციყო სხვაობა რაში აი ამაშია მთელი უბედურება. გუშინ ის 4 ჰექტარი იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე და იქ მშენებლობა იყო წარმოუდგენელი დაუშვებელი. დღეს ეს 4 ჰექტარი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ბალანსზე და იმ 4 ჰექტარს შეუცვალა სტატუსი. და ის არის სამშენებლო სტატუსი უკვე და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია რაც უნდა ის ააშენოს იმ 4 ჰექტარზე. და დღეს ეს დირექტორი რომელიც ჩამოიყვანა ივანიშვილმა აჭარიდან და აკეთებიებს რასაც უნდა აქ გვიმტკიცებ ჩვენ რომ რეალურად მადლობა გადაუხადოთ თუმცა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ კარგი ნოყიერი 4 ჰექტარი მოუწია ბოტანიკური ბაღისთვის საუბარი აღარ არის იმ 29 ჰექტარზე რომელიც უნდა გაიყიდოს 9 მაისს რომელსაც შეუცვალა ასევე სტატუსი და აღარ არის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის მატარებელი და სტატუსის მატარებელი აი ამაშია მთელი პრობლემა და ბუნებრივია ხა მე ველოდებოდი რას უნდა ველოდებოდე ბაღის დირექტორისგან რომელიც არის ჯიბის კაცი ივანიშვილის ისეთივე ჯიბის კაცი აღმოჩნდა სამწუხაროდ როგორც არის ნარმანია ბუნებრივია ესენი აცნობიერებენ რა შარში აღმოჩნდნენ აცნობიერებენ რომ ეს ესე ვერ ჩაივლის და ცდილობენ ხა საზოგადოება რაღაცნაირად მოთაფლონ მონუსხონ რომ კი ბატონო ის 4 ჰექტარი მე მივეცი ივანიშვილს მაგრამ ივანიშვილმა მომცა კარგი 4 ჰექტარი აი ამაშია მთელი უბედურება და ნარმანიაც ეს ბატონი დირექტორის და ივანიშვილიც აი რომელიც გადმოკვირვოს ეხა ზევიდან ხო მისი სახლი აუცილებლად აგებენ პასუხს ამაზე მე პირადად ამბობ შევაკვდები მე არ მიდის ყოფნა პოლიტიკაში და ვაკეთო ის საქმე პოლიტიკაში როდესაც რეალურად ხედავ ჩემ თვალწინ აი ესეთ უსამართლობას ესეთ კადნიერებას და ესეთ ჯიბის ბიჭებს ივანიშვილის ხელის ბიჭებით წოდებულს შეუძლებელია ამას შევეგუოს თბილისის მოსახლეობა. ამოვიდა ყელში, თბილისი არის თბილისელების და თბილისი არ არის ბატონი ივანიშვილის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომდენო დღეები, როგორც ჩანს, განვითარდება ისე, როგორც უნდა განვითარდეს და მიზანი იქნება აუცილებლად ამ ტერიტორიების დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევეგუოთ, ამ შეგუებას არ ვაპირებთ. უახლოეს საათებში ჩვენ გეგმას დავანონსებთ და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში თუ როგორ ვაპირებთ ბრძოლას ამ უსამართლობასთან. შეო ბატონო, მომისმინეთ, აი ხა ხო საუბრობთ, მესმის თქვენ არ ხართ მარტივ პოზიციაში თქვენ შემოგვიყვანთ. ეხლა თან საუბარი, თან ისითა წამოდი ესე არ არის. მარტივია, შეო ბატონო, არ გინდა, არ გამოგივა ესე შეო ბატონო. შეურაცხყოფას არ გაკეთებთ თქვენ, შეურაცხყოფას არ გამოგივა, ჩემო კარგო. არა, მომისმინეთ. თქვენ ვიღაცად დაცვის წევრი ხარ? დაცვის წევრი ბრძანები. მე არავისი ბიჭი არა ვარ. მე ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. და თქვენ ამარცხებთ ამ ყველაფერს რაც მოხდა? შეხედეთ რომელი ამბია. თქვენ ამარცხებთ. უჩუბრად რატო გააკეთეთ? უჩუბრად რატო გააკეთეთ? არა უჩვენთ აფიქრებული ვარ გაანალიზებული მაქვს და შეგნებულად ვარ აქ მოსული იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ჭაღარა რომელსაც პატივს ვცემთ და გაქვთ თორემდეეული გამოცდილება ეს იმის უფლებას არ გაძლევს იმის უფლებას არ გაძლევს რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს ახალგაზრდა ვარ დიახ და ვცემ თქვენ ასაკს პატივს მაგრამ არა საზოგადოებრივი სიკეთების ხარჯზე ეს კარგად მომისმინეთ რა თქვენი ჭირი აი გამოჩნდა ბოლო ფრაზაში თქვენი რეალური ყველაფერი ეგრეა გამოჩნდა თქვენი სახი გაგიმარჯოთ ღმერთმა უკაცრავად რა მაგრამ უჩუმრად გაკეთება დიახ ვინმე იცოდა ჩვენ ვიცით როგორც კეთება გვინა თქვენ როგორც კეთება მომისმინეთ მე ჩვენ არ შევიდეთ მომისმინეთ რევიზიაში რა კეთდებოდა მომისმინეთ რა შენ ჭირები ხა შენ დაცვის წევრი ხარ რა სტატუსის მატარებელი ხარ პასუხი არ გაქვს კითხვაზე არ გავს ამიტომ ამ პასუხი გაგვეცი ან ადამიანს უნდა საუბარი და თუ არა დიბძადი ჩემ მე თქვენთან არანაირი საქმე არ ამაქვს მე ფაქტები
ფაქტები წარმოგიდგინეთ, რასაც პასუხი არ აქვს შენიშნებული. ძალიან ძლიერი დაგიწერა. დასაბუთებულად რომელ ტერიტორიაზეც არის საუბარი. ბიძინა ივანიშვილი გამიჯერეთ. დაწოვეთ და აღარ მოგიკითხავს მე გამიჯერეთ. თუ გაინტერესებს, არ აინტერესებს, კი ბატონო ჩაბძანდით. არ არის პრობლემა. რა პასუხი ისინეთ ადმინისტრაცია? არაფერი პასუხი ძალიან მარტივი არის გიორგი სვეტყვი ერთი წუთით რომ განხილვა რაც არ უნდა ეცადონ ეხა ბოტანიკურად ამის დადასტურებას მეცნიერულად ამის დადასტურებას ფაქტია რომ განხილვა შედგა ფარულად თუ კი რეალურად არსებობდა უკეთესი მიწის საკვეთი თუ ბიძინაევაშვილის გული შეტკივა ქვეყანაზე ამის განხილვა უნდა იყოს საჯარო ამის განხილვა უნდა მოხდარიყო საკრებულოში ფარულად ზუსტად იმიტომ მოხდა რომ მიტაცებულია ბოტანიკური ტერიტორია სადაც დაუშვეს მშენებლობა და სადაც აშენდება სასტუმროები და რეზიდენციები აი ეს არის თავარი პრობლემა ასაგებია, მერქვა გაგიმოდი, ჩრდილოეთ კორეა არ არის, ყველა ერთგვარზე რო ვიყოთ, მაგრამ ყველა ერთგვარზე ვიქნებით და იქნებით ძალიან დიდ უმცირესობაში, ამ საკითხთან მიმართებაში და ამას დაინახავთ თქვენ. ამბად დაინახავთ, ჩემო ბატონო, დაინახავთ. კი ბატონო, ვნახოთ. რა პასუხი მიიღეთ ადმინისტრაციიდან? ნუ ახლა რა პასუხი უნდა მიგვიღო დირექტორის მოადგილე, რომლებიც სამწუხაროდ როგორი ეპითეტები შეიძლება ადამიანმა ყველაზე რბილი ეპითეტი მოუძებნო აი აქ დასახლებულ ადამიანებს. ყველა რა თქმა უნდა არ ეკუთვნის დირექტორის მოადგილე. ესენი არიან უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ჭირულობის შემსრულებელი. რაც მოეპრიალება ბიძინა ივანიშვილის იმას აკეთებენ. საუბარი არის 4 ჰექტარზე, რომელიც გუშინ ერიცხებოდა ბოტანიკურ ბაღს და მის ბალანსზე იყო, დღეს აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ბალანსზე და თურმე მადლობა ქონია მოსახდელი ივანიშვილისთვის. დირექტორი მეუბნება რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგცა კარგი 4 ჰექტარი და ჩვენ მივეცეთ ქვაგვარგლიანიო. ამიტომ მე ვფიქრობ ეხა ამ ხალხთან რა თქმა უნდა საუბარი არ ძღირს და რეალურად მაინც იოტისოდენა იმედი მქონდა რომ შეიძლება ნორმალური გონივრული პასუხი მიმეღო, მაგრამ დახვდა ეხა ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად აი შუშის თვალებით იყურება და რომ ვესაუბრები რეალურად გონია რომ ბიძინა ივანიშვილის მესიჯ ბოქსში ზის და ეს ისე არის. ამიტომ ჩვენ მიმართავთ იმ მეთოდს რომელსაც უნდა მიმართავდეს საზოგადოება. ეს იქნება საპროტესტო აქციები და არ შენელდება ეს საპროტესტო აქციები მანამ, სანამ ის 4 ჰექტარი არ დაუბრუნდება ბოტანიკურ ბაღს ეს ერთი, სანამ აუქციონი, რომელიც 3 მაისს უნდა დასრულდეს და 29 ჰექტარის შესყიდვას აპირებს ივანიშვილი, ის აუქციონი არ შეწყდება და არ მოეხსნება სტატუსი სამშენებლო იმ ტერიტორიას, იმ ჰექტარებს, რომელსაც მიანიჭა ნარმანიამ სამშენებლო სტატუსი. აი ეს არის ძირითადი პრობლემა ორი სიტყვით ისიც ხაც მინდოდა. რამე გეგმას გაქვთ, რომელზეც პირველი ეტაპი დაიწყებს და დღეს 8 საათზე ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით დედაქალაქის მერიასთან და გავუმართავთ საპროტესტო აქციას, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ თბილისს, ვისაც მართლა გუწვდელად გული ტკივა ყოველივე ამაზე, რაც დღეს ჩვენ გავახვევანეთ და 8 საათის შემდეგ ჩვენ მომდენო სამოქმედო გეგმებს უკვე მოსახლეობის თანდასწრებით გავასაჯაროებთ და არ შევეშვებით. ჩვენ ავიღებთ ტაიმაუტს, რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, მაგრამ 3 მაისის აუქციონის დღე იქნება ის წითელი ხაზი, რომელსაც თუ კი გადავა ივანიშვილი, ჩვენ ფართომასშტაბიან, მართლაც ქარიშხლოვან საპროტესტო აქციებს გავუმართავთ და დასრულდება ეს ყველაფერი ისე, როგორც იყო. ანუ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობაში ყველა ისიკეთე ბოტანიკურ ბაღს ერთი და თბილის 2 29 ჰექტარის ყვალობაზე.